მოგესალმებით ეთერში გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია დიდი ღომში მდებარე წმინდა 100,000 მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი ირაკლი დუმბაძე. მადლობა მამაო მოგზაურობისათვის. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან ერთ-ერთი პასაჟის შესახებ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალის შესახებ ვისაუბრებთ. არა მხოლოდ ერთი, შეიძლება სხვა დეტალებსაც შევეხოთ. კონკრეტულად და უფრო მეტად ყურადღებას გავამახვილებთ მის შეხვედრას ანტიოქიის პატრიარქთან, რადგან გარკვეულ სარწმუნოებრივ თემებზეც იყო საუბარი, არა მხოლოდ ჩვენი ეკლესიის ისტორიაზე, ასე ვთქვათ, არამედ სარწმუნოებრივ თემებზეც იქნა გამახვილებული ყურადღება, ამიტომ ამასაც შევეხებით. და რატომ? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა შეიძლება კონფესიები თუ სხვადასხვა ადამიანები მის სიტყვებს შეიძლება, ასე ვთქვათ, იყენებენ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად, ასე ვთქვათ, და ხშირ შემთხვევაში ეს ცდება ხოლმე რეალობას. აი ამის შესახებ ვისაუბრებთ, მაგრამ სანამ ამის შესახებ საუბარს დავიწყებთ, ალბათ 2 სიტყვით უნდა ვახსენოთ წმინდა გიორგი მთაწმინდელის ღვაწლის შესახებ და მისი მოღვაწეობის შესახებ. სურს თავში ვახსენო, რომ ივერთა მონასტერი იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს აი წმინდა ევთიმესა და ათონელისა წმინდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებას და მათ მოღვაწეობას ღვაწლს საქართველოს ისტორიაში, რომ ფაქტობრივად მათ საქართველოს ისტორიის კულტურული მოღვაწეობა არა მხოლოდ სულიერი, არამედ კულტურული და ესე ვთქვათ სასულიერო ლიტერატურა და სხვა სიმაღლეზე დააყენეს. ფაქტობრივად ეპოქა შექმნეს. აი შეიძლება უწოდოთ მას ათონელთა ეპოქა. წმინდა გიორგი მთაწმინდელმა გააგრძელა ექვთიმესეული საქმე, ანუ თარგმნილობითი საქმე, რაც თავისთავად მოგეხსენებათ, ურთულესია. რა თქმა უნდა, მანამდე არსებობდა თარგმნილობითი საქმე საქართველოში. მაგრამ მათმა ღვაწლმა იმ სიმაღლეზე აიყვანა, რომ შემდეგში უკვე 1-2 საუკუნე გადის და არა მხოლოდ სასულიერო მწერლობა, ეფრემ მცირე, არსენი ქართველი უკვე ტერმინოლოგიურ თარგმანს იწყებენ, არამედ საერო მოღვაწეობს, საერო მწერლობაც უტოლდება, შეიძლება ითქვას, მაშინდელ ბიზანტიურს და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად არაფრით აღარ ჩამოუვარდება, უტოლდება და ეს ღვაწლი, რომ წმინდა გიორგი მთაწმინდელისა და მანამდე ექვთიმეთონის, რომელიც ზედმიწევნით შეადარა ასე ვთქვათ, ორიგინალებთან, ბერძნულთან, მანამდე ნათარგმნის რედაქტირება გაუკეთა, განსაკუთრებით უნდა გამოყოთ ალბათ ლიტურგიკული თარგმანები, მისი ხო ლიტურგიკული თარგმანები, რადგან მასზე დგას მთელი ღვთისმსახურება და ურთულესია ისე ტრიოდიონი იქნება, მარხვანი, პარაკლიტონი, ყველაფერი მის მიერ და თან ასე თითქმის ზუსტად შესრულებული. ფაქტობრივად ახლა ამას შეცდომა ჩვენი მხრიდან მოეძებნოს შეუძლებელიც არის და ამიტომ მათი ღვაწლი ფასდაუდებელია. მე ხანდახან ეს სინანულით მithქვამს, რომ ფაქტობრივად დღეს ქართულ მოსახლეობაში თუ მაგალითად ან ფილოლოგიის სტუდენტი არ არის, ესე ვთქვათ, ძველი ქართული ფილოლოგიას გულისხმობ, ან საგანგებოდ სემინარიის სტუდენტი არ არის, მათ ცხოვრებას არ იცნობს ქართული საზოგადოება. არადა რამდენად მნიშვნელოვანი ხარ. კი სკოლებში გავდივართ ჩვენ მანამდე არსებულ საუკუნეებით უფრო წინ არსებულ მაგალითად ჰაგიოგრაფიას, მაგალითად შუშანიკის წამებას და სხვას, მაგრამ ეს სხვა სკოლა, სხვა პერიოდია. ძალიან მაღალმხატრულიც არის მათი ცხოვრება. ხო გიორგი მცირემ, ანუ მისმა მოწაფემ აღწერა მისი ცხოვრება ძალიან მაღალმხატრულიც, არა მხოლოდ სულიერი მნიშვნელობით და ეგ საღვთისმეტყველო დეტალებიც არის, შედარებების საოცარი. ისევე როგორც ვრცელ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში. მე მინდა ვთქვა, რომ ბევრი რამ დაკარგულია მანამდე არსებული, მაგრამ ფაქტია, რომ სამწერლობო სკოლა საქართველოში ყოველთვის ძლიერი იყო. აი შუშანიკის წამებას ვკითხულობთ, იმდენად მაღალმხატრულად არის შესრულებული, რომ შეუძლებელია ეს ერთმა ადამიანმა პირდაპირ მარტო ეს დაწეროს მთელი ცხოვრების განმავლობაში, მანამდე არ ქონდეს ეს რაღაცა სკოლა გავლილი. ანუ ფაქტია, რომ მანამდე დიდი სკოლა არსებობდა და მით უმეტეს უკვე ათონელების ცხოვრება, ფაქტობრივად სხვა ეპოქა არის. სხვა სიმაღლეზე აყავთ მათ აი ეს თარგმნილობითი საქმიანობა. მცირეოდენ შევეხოთ მის ღვაწლს, ასე ვთქვა და შემდეგ გადავიდეთ უკვე უშუალოდ აი ანტიოქიის პატრიარქთან შეხვედრის თაობაზე. ეს ფაქტიურად ხაზი გაუსვით ყველა მის აი ღირსეულ საქმიანობას. ერთი ეს დავამატებდი, რომ ერთ-ერთ ქართულ თარგმნილ საქმე ნათქვამი, რომ ჩვენი თარგმნილობითი სკოლა თავად ღვთისმშობლის მიერ არის ნაკურთხი და მოყავს სწორედ ექვთიმე ათონელის ეს საოცარი ცხოვრების საოცარი ეპიზოდი, როდესაც ივანე ათონელს ჩაყავს ექვთიმე ათონისტაზე, ექვთიმე ფაქტობრივად ბიზანტიაში, ანუ კონსტანტინოპოლში არის გაზრდილი და ქართული ფაქტობრივად დავიწყებული აქვს მას და დადგება მომენტი, როდესაც წმინდა ექვთიმე ათონელი კვდება და მამამისი ივანე გარბის თავარ ტაძარში ღვთისმშობლის ხატის წინაშე სალოცავად და უკარო ბრუნდება, ხედავს, რომ ექვთიმე გამოჯამრთელებული არის და ეკითხება, რომ როგორ რა დაგემართაო და შენ რო წახოდი ვიღაც დიდებული ქალბატონი გამოცხადაო, რომელსაც
შემეკითხა შვილო ექვთიმე რა გჭირსო და მე ვუთხარი კვდებიო დედოფალო და წავუმაყენეო ფეხზე და მითხარ აღარაფერი აღარ გჭირს და ამის შემდეგ ქართულად თავისუფლად ქართულად ხსნილად ubunobde ქართულად ხსნილად ubunobde ხო და ამის შემდეგ ფაქტია რომ წმინდა ექვთიმე ათონელის პირიდან ისეთი საოცარი ქართული აღმოდის რომ მისი სიტყვები ისეთი დამატკბებელია და ჩვენც გაცნობი ვისაც გაუც წაგუკითხავს მისი ნათარგმნი თქვა აი ეს მათის სახარების ივანესეული ოქროპირის ვერო განმარტება და კიდევ სხვა უამრავი ხო მიხვდება აი ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში და რატო გავუსვი ხაზე ამას რომ როდესაც ეს ღირსი მამა გიორგი თაწმიდელი არის ჩასული შავ მთაზე სამოღვაწეოდ და იქ გიორგი დაყუდებულს დაემოწაფება როდესაც გიორგი დაყუდებული განჭვიდავს აი ამ დიდ მამაში წმინდა მამაში მის საოცარ აი ეს ტალანტებს ღვთისაგან ბოძებულს სთხოვს რომ ის უნდა წავიდეს და აკურთხოს პირდაპირ ამას ის უნდა წავიდეს ათონის წმინდა მთაზე და ესე იგი მან უნდა გააგრძელოს ექვთიმეს მიერ დაწყებული საქმიანობა და საოცარ სიტყვას ეუბნება რომ ვინც ექვთიმეს ვენა აუხსნაო თვითონ იგივე შეგეწევა რომ უყარსო ჩვენი ნათესავიო და მე ფაქტობრივად გიორგი თაწმიდელის ცხოვრებას რა ხო ხარ ხო მეწიერი გააზრებაში თქვა რომ გამოჩნდა ადამიანი მაგრამ არის კიდე რომ ადამიანი ამაში ხედავს ღვთის განსაკუთრებულ წყალობას ღვთისმშობლის განსაკუთრებულ წყალობას ჩვენი ქართველი ერისადმი და ფაქტობრივად გიორგი თაწმიდელმა თქვენს რო დააღნიშნოთ რაღაცა საოცარი ეპოქა და მის ათონელებმა საოცარი ეპოქა შექმნეს არა მარტო თარგმნელობითი, ან მისი ავტორიტეტი იმდენად დიდი არის და იმდენად ძვირფასი არის, რომ შემდგომში რუის ობნისის ძეგლის წერაში აი გიორგი თაწმიდელის სეული თქვა და ეს შეგონებები, რომლის მან საქართველოში ჩამოსვლის დროს აქაურ სამღვდელოებას, მეფეს, ბაგრატ მეოთხეს მისცა ფაქტობრივად ეს კანონები საფუძვლად დაედო შემდგომში რუის უბნისის აი ამ ძეგლის წერის თავარ კანონს, სადაც ნეობრივ საკითხებზე არის საუბარი, თქვა აი ამ სამღვდელოების ცხოვრებაში თუ საეკლესიო მოწყობის საკითხებში. ისე საინტერესოა თვითონ გიორგი შეყენებული სიტყვები ახლა რაც ახსენეთ რომ ვინც ექვთიმე შეეწია ის შენ შეგეწევა ან ღვთისმშობლის გულისხმობს ამოწმებს იმ სასწაულს რომელიც იოანეს და ექვთიმეს ცხოვრებაში აღწერილი. ფაქტობრივად ეს მათთვის ცნობილია. ცნობილი სასწაულია. დიახ და ის რომ გიორგი თაწმიდელი უდაო ავტორიტეტია როგორც გითხარი და ეს ფაქტიც მოწმობს. და კიდე საოცარი არის მისი სიწმინდა რომელიც ბავშვობიდან და მისი მშობლებიდან იმიტომ რომ ხშირად ამაზე ამახვილება ყურადღებას რომ კეთილი ნაყოფი ყოველთვის კეთილი ხე ყოველთვის კეთილ ნაყოფს გამოიღებს ეხლა აი ამ თემით დაინტერესება თვითონ გიორგი თაწმიდელის აი ამ ერთი ეპიზოდის დაინტერესება ჩვენ ცხოვრებაში პირადად მოხდა ერთი კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე წლების წინ მახსოვს რომ რომის საყდრის მთავარი იერარქია იყო ჩამოსული რომის პაპი იყო ჩამოსული და რაღაცა ჩვენს საპატრიარქოს ჩვენს პატრიარქს ფაქტობრივად ბრალი დაძრეს რომ არასათანადოდ უმასპინძლა მოკლედ ამ პაპს და მოყვა და დაფრიალებდნენ გიორგი თაწმიდელის აი ამ ცხოვრების რაღაცა ეპიზოდებს ერთ-ერთი როგორც გითხარით როგორც თქვენ აღნიშნეთ ეს არის ანტიოქიის პატრიარქთან შეხვედრა სადაც გიორგი თაწმიდელი ამოწმებს მის სარწმუნოებრივ ასე თქვათ საქართველოს ეკლესიის სარწმუნოებრივ მდგომარეობას და მეორე ეს არის როდესაც ის მისი გარდაცვალების წელი არის იმიტომ ცნობილია რომ 1065 წელს გარდაიცვალა გიორგი თაწმიდელი და ბოლო წელი არის ფაქტობრივად როდესაც ის საქართველოში ჩამოვიდა საქართველოში დაინახავს საშინელ გაჭირვებას და ეს იმედად ეკუმშება გული რომ გადაწყვეტს რომ რით დაეხმაროს თვითონ ფიქრობს აი რა შეუძლია რომ გააკეთოს როგორც თქვათ რიგით ქართველს და შეკრებს 80-მდე ცნობილია 80-მდე ობოლ გაჭირებულ ბავშვს და მიყავს ის ათონის წმინდა თაზე ამით ორი მაგის საქმე გაკეთდებოდა ერთი რომ ის თქვა გაჭირებულ ოჯახებს დაეხმარებოდა და მეორე ის რომ ათონის მთა გამაგრდებოდა ახალი მოღვაწეებით იმიტომ რომ მუდამ პრობლემა იყო ცნობილია ხო რომ მუდამ პრობლემა იყო ათონის ივერთა მონასტერში ქართველების ესე სიმრავლე ცნობილი ფაქტი არის სანამ გიორგი თაწმიდელი თავად გახდებოდა ათონის მთის ივერთა მონასტრის მამასახლისი მანამდე გიორგი თაწმიდელამდე ქართულ მონასტრის წინამძღვარი იყო გიორგი მაშენებელი რომლის ესე იგი ცნობილი არის რომ რომლის როსაც ბერძნთა სიმრავლე საგრძნობლად მეტი აღმოჩნდა ვიდრე ქართველებისა და სამწუხაროდ აი ამ გიორგი მცირეს რომელსაც გიორგი თაწმიდელის ცხოვრება აღწერა მოყავს საშინელი ფაქტები სამწუხარო ფაქტები თქვათ რომ რაც ჩვენთვის როგორც უბრალოდ რიგითი მართლმადიდებისათვის გაუგებარია რომ იმისათვის რომ აი ამ ერთი შემთხვევაში დადასტურებულად ქართული მონასტრის
ვითომ და ბერძნული წარმომავლობა წარმოეჩინათ ქართულ ფრესკებს ანუ რუსულ შეუცვლიდნენ სახელებს და ბერძნულად აწერდნენ და ძალიან დიდი ღვაწლი დაჭირდა თვითონ უკვე შემდგომში გიორგი თაწმინდელს რომ ესე იგი იმპერატორისგან მიიღო ეს საბუთები რომ ეს მონასტერი მართლაც ქართულთა მონასტერი არის ქართველები უნდა იყვნენ და ის ტიპიკონი შემდგომში ეს ეგრისწერე რომელიც ამ ათონთა მონასტერში შეიმუშავეს მოუწოდებდა თქვა შემდგომი დროის მოღვაწეებს რომ ბერძენი მხოლოდ ერთი ან ორი უნდა ყოფილიყო ესეც თქვა რაღაცა მონასტრის საჭიროებისა თქვა ან მენავე ან თქვა რაღაცა უბრალოდ დაქირავებული მუშა გამოიწვია მათმა დამოკიდებულება და აი ამ ბოლო მისია საქართველოსთან წასვლის შემდეგ როდესაც ის კვლავ მერე მიდის შეივლის ასე თქვა ბიზანტიის იმპერატორთან ამ შემთხვევაში კონსტანტინე დუკა არის რომ ამ ბავშვებისათვის მფარველობა ან მეურვეობა გამოეთხოვა მისგან აი ეს ხდება ეს შეხვედრა როდესაც თვითონ იმპერატორთან არის ჩამოსული ლათინის სტუმრები იმპერატორი ამბობს რომ მე თვითონ სამხედრო წყობის კაცი ვარ და სარწმუნოებრივი საკითხები ნაკლებად მესის და სთხოვს რომ რაღაც სარწმუნოებრივ საკითხებში გიორგი თაწმინდელმა უფრო მეტი სიცხადე შეიტანოს მის ცნობიერებაში რომ იცით რა პერიოდია უკვე ფაქტურად 1054 წლის ეს ცნობილი ასე ვთქვათ სქიზმა უკვე მომხდარი არის ლათინები რომელიც კონსტანტინოპოლში იყვნენ ჩამოსულები შეაჩვენეს კონსტანტინოპოლის პატრიარქი ამ შემთხვევაში მიხეილ კელურალი იყო და ფაქტობრივად აქედანაც ანათემა გაუგზავნეს და 11 წელი არის გასული 12 წელი არის გასული აი ამ სქიზმიდან და აინტერესებს იმპერატორს რა მომენტები არის რა ხდება რომ რა განსხვავება არის ჩვენ შორის და აი გიორგი თაწმინდელის ეს საოცარი პასუხი რომელშიც შემდგომში შევეხებით ესე იგი ერთი შეხედვით ვიღაცებში დაბნეულობას იწვევს მაგრამ სამწუხაროდ არ აქცევენ ბევრ ერთ თავარ პასაჟს თავარ სიტყვას ამ კითხვა მიგებაში რომელიც მე ვფიქრობ ამოსავალია და თუ ადამიანის თქვა სწორად გაიცნობა აი ამ გიორგი თაწმინდელის აი ამ კითხვა მიგებას მე მგონი კითხვები აღარ უნდა დარჩეს მაგრამ სამწუხაროდ როგორც ხდება ხოლმე სექტორული აზროვნება როგორი რაღაცას რო კონტექსტიდან ამოგლეჯილ თქვა სიტყვას ჩაიჭიდები და მე თქვა თლიან შინაარს ამახინჯებ მოკლედ პირველი შევეხოთ ხო ანტიოქიის პატრიარქთან მისი ცნობილი შეხვედრა იმიტომ რომ სარამუშაო თემაზე გადავიდეთ ერთ პატარა სკოლებს გავუკეთება მოთქვენებართვით აი თქვენ რო ახსენეთ 80 ობოლი ყმის წაყვანა რამდენად დიდი გათვლა იყო საქართველოს მომავლისთვის ეს მინდა და მეხსენებინა იმიტომ რომ იქიდან უმრავლესობა წაიყვანა იმისთვის რომ სამწერლობო ღვაწლი შეესწავლოთ იქ ემოღვაწევათ მათი უმრავლესობა მონაზონი უნდა გამხდარიყო ჯერ განსწავლა მიეღოთ კონსტანტინოპოლში ან ბერძნულის კარგად შეესწავლათ და ასე შემდეგ ერთ-ერთი ცნობილი ხა მე რაც მახსენდება იქიდან ბევრი მოღვაწე გამოვიდა ყველა სახელები არ არის ცნობილი მაგრამ თეოფილე ხუცეს მონაზონი მაგალითად დამტკიცებულია მესნიერულად რომ ეს იმ 80 ყმათაგან იყო რომელმაც შემდეგში მრავალი მნიშვნელოვანი ძეგლი თარგმნა ასკეტური იქნებოდა თუ დოგმატური თუ სხვა და სხვა და ძალიან დიდი საქმე გაკეთდა სამომავლოთაც იქ ვარ იმიტომ რომ რამდენიმე ადიკე 80 ადამიანის საყვანეს ძალიან და მეორე მინდოდა მეხსენები რომ თქვენ ახსენეთ ღვთისმშობლის შეწევნა და ესეთი დიდი რაღაცები ისტორიაში პიროვნებებში არ ხდება ხოლმე ესეთ მარტო საკუთარი მონდომებიდან ძალისხმევით რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ადამიანი მიუხედავად იმისა რომ გიორგი თაწმინდელის ცხოვრებაში აღნიშნული რომ ბავშვობის სიყრმიდანვე მოხუცებულობით შემკული იყო მისი გონება სიბერით ანუ მისი გული დაბერონი გამოცდილი ბავშვობიდანვე და მოხუცებულობად ეს ქონდა სულიერი გამოცდილება მიუხედავად ამისა ეს თავის მაინც არ მოხდა კი აქედან იყო მეფის ხელშეწყობა სახელმწიფოს ხელშეწყობა მაგრამ იქ ჩანს ადგილზე ჩანს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟი, როდესაც მოძღვარი აგზავნის ათონის მთაზე იორთა მონასტერში. ყველაზე უფრო დაბალ ესე თქვა მორჩილებას მიუხედავად მისი განსწავლა თავს იღებს იმ თავლების და ბოსელის გამოწმენდა და ხმასაც არ ამბობს და მახსენდება ხოლმე პარალელს ვავლებ ხოლმე მე ჩემ გონებაში წმინდა იოანე დამასკელთან რომ მანაც ესეთი განსწავლულმა რომ მანაც ესეთი მანაც ესეთი ღვაწლი მოსექნა რომ 10 წლის განმავლობაში ფაქტურად მოღვაწეობდა ისე რომ ხმასაც არ იღებდა და ეს ყველაზე შეურაცხ საქმეს შეიძლება ითქვა შეურაცხ საქმეს ასრულებდა მაგრამ
აი ამაშიც ჩანს მისი სიდიადე, რომ ამდენად დიდია და ამდენად თავდაბალი ამავ დროს, რომ შეუძლება და ეს ხდება ღვთისნებით, მე აქედან ჩანს, რომ ღვთისნებით ღმერთმა კი არ დატოვეთ. ღვთისნებით მე წინამძღვრათაც დაადგინე, ამაზეც უარი თქვა, რომ სამწერლობო ერთი პერიოდი, რომ სამწერლობო ღვაწლისთვის მიეხედა თქვენ გახსოვთ ბაგრატ მეფემ მას ჭყონდიდელობა შესთავაზე, მაგრამ ყველაზე მთავარს ესე იგი და რაც ალბათ ღვთისგან მისთვის იყო მოწოდება, იყო მას მიაქცია ყურადღება. წელან აღნიშნეთ, რომ ფაქტობრივად ის საოცარი ლიტურგიკული ასე თქვათ მოდი ესე თქვათ თუ ადამიანს საერთოდ თვალით შეხედავს ხელოვნება ანუ ღვთისმსახურება რომელიც თქვათ შეიძლება თქვათ როგორც ხელოვნება ესე განიხილო თქვათ ხო საერო ადამიანი რომელიც თქვათ მიწიერი აზროვნები დაზროვნებს ერთგვარი ხელოვნება არის გიორგიტაწმინდელის საოცარი ასე თქვათ თარგმნელობითი და მისი გონებრივი სიდიადის შედეგი არის იმიტომ რომ მანამდე როგორც ცნობილი არის იერუსალიმური თქვათ წესგანგებით მსახურობდი რომელიც ასე თქვათ მეტად უფრო თქვათ ლოცვაზე არის გამახვილებული ყურადღება გამახვილებული არის თქვათ შინაგან ჩაღრმავებაზე მაგრამ აი ეს ბიზანტიური უკვე არის ასე თქვათ ზეიმი ვთქვათ ღვთისმსახურება როგორც ზეიმი იმიტომ რომ ადამიანი აზრში რომ მოდის ის მოდის არა უბრალოდ თქვათ რაღაც რომ ეზიაროს არამედ თუმცა ეს ყველა კულმინაცია ჩვენის ხო არამედ მოდის ზეიმში თანამონაწილეობისათვის იმიტომ რომ ღვთისმსახურება ზოგადად ეს ხო ანარეკლი არის იმ ზეციური დიდებისა რომელიც ზეციური მსახურებისა რომელთაც ანგელოზები ღმერთს ზეცაში განადიდებენ და რომელიც აღწერილია თქვათ წმინდა ისეი წინასწარმეტყველს, წმინდა ეზეკიელ წინასწარმეტყველს და ფაქტობრივად აი ეკლესიის გიორგიტაწმინდელმა ეს გააკეთა, რომ ჩვენში აი ეს ღვთისმსახურების ეს საოცარი წესი დაამკვიდრა და საოცარ სიტყვას ეუბნება შემდგომში ანტიოქიის პატრიარქით, რომ როდესაც აი ეს გიორგიტაწმინდელის მოუწევს მასთან შეხვედრა და იმ პერიოდში ქართველების მათ არ იყო კარგი განწყობა ანტიოქიის ეკლესიაში, იმიტომ რომ პატრიარქს მოახსენებენ, რომ ვიღაცა ქართველი ბერი არის ჩამოსული და ვინ არიან საერთოდ ეს ქართველები ჩვენ არ ვიცით, იმიტომ რომ მანამდე გიორგიტაწმინდელის ცხოვრებაში აღწერდა, რომ ერთ ქართველს შეუმოსავად უწირია. დიახ. ცილი სამებიც ბევრი იყო, მაგრამ შეიძლება რაღაც მიზეზებიც ქონდა. და მოკლედ გიორგიტაწმინდელს თან მოხდება ეს შეხვედრა და ეს სიტყვა კითხვა მიგება არის საოცარი, იმიტომ რომ საქართველოს ეკლესიის სიდიადის ესე წარმოჩენა ადამიანს შეეძლო, ეს მხოლოდ და მხოლოდ დარწმუნებულ გიორგიტაწმინდელს შეეძლო, რომ ჩვენ ანდრიას საყდარზე ვზივართ, რომ ჩვენ ერთხელ მივიღეთ ეს სარწმუნოება, ამ სარწმუნოებისათვის არასდროს არ გვიღალატია და ყოფილა რომ როდესაც ცელ ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლობის ერესი იყო გავრცელებული და მართლმადიდებელი არსად აღარ იპოვებოდა გიორგიტაწმინდელი ეუბნება რომ იონე გუთელი ეპისკოპოსი საქართველოში ჩამოვიდა და იბერიის პატრიარქისაგან ხელადას აქედან მიიღო და კიდე საოცარი შინაგანი ასე თქვა არა ცუდი გაგებით, არამედ შინაგანი კარგი გაგებით, რომ სიდიადის მომტანი და შენი რაფესობზე დგეხარა, ამას რო გაგაცნობიერებინებს, რომ ჩვენ ანდრიას საყდარზე ვზივართ, თქვენ პეტრეს საყდარზე ხართ და იყო პერიოდი კი თქვენგან მივიღეთ ავტოკეფალია, მაგრამ წესით ესე არის, რომ წოდებული მოწოდებელს უნდა ემორჩილებოდეს, ანუ ჩვენ კი არ უნდა გემორჩილებოდეთ თქვენ აქეთ უნდა გემორჩილებოდეთ, იმიტომ რომ პეტრეს ანდრიამ დაუძახა და ქრისტეს მოწაფე. თუ ამ ლოგიკით ვიმშელებთ, და მნიშვნელოვანი კიდევ ერთი დეტალი, რომ თავად გიორგი მთაწმინდელი ახსენებს, თქვენ წიგნს საცავშიო, თქვენ ბიბლიოთეკაში არის წიგნი ანდრიას მიმოსვლა და მე გამოიტანეს ეს წიგნი, ანუ არც იცოდნენ იქრას ამ წიგნის შესახებ. ამ ხრივ მართლაც ის დიადია და ეს სარწმუნოების ეს აღსარებლობა, რომ ერთხელ მიღებული ამ ჩვენი სარწმუნოებისათვის არასდროს არ გადაგვიხვევი არც მარჯვენა, არც მარცხნივ, არც გადაუხვევთ თუ ღვთის განგებულება ეს იქნება და ღვთის განგება როგორი შეიძლება იყოს, თქვა ჩვენ რაღაც არასწორისკენ გადაუხვევთ, თუმცა ამაშიც აი ამ ღვთის განგებულებაშიც როდესაც ხას უსამს, შეიძლება პავლე მოციქულის აი ამ ცნობილ მსჯელობას შეუხამოთ, რომ ხო ცნობილია, რომ როდესაც ებრაელებზე საუბრობს, ის ღმერთმა გონება დაუხშო იმისათვის, რომ ჩვენ ეს სარწმუნოება გაგვეგო, ქრისტეს შესახებ გაგვეგო და ისინიო წოდებულები არიან მაინცო დროებით მტერნი ღვთისანიო, რომ ჩვენ აი ეს ამ სარწმუნოების სიდიადე გავგრძნობიერებენ და ამ შემთხვევაში ღვთის განგებულებაზე ალბათ ამაზე უსვამს ხაზს, რომ
არის რაღაცები, რასაც ჩვენ ბოლომდე ჩვენი გონება ვერ ჩავწდება, მხოლოდ ეს ღვთაებრმა სიბრძნე მიცის. მოკლედ ეს შეხვედრა ესეთი არის. სხვადასხვა პეტრე პატრიარქის დამოკიდებულება გიორგი თაწმიდელისა მიმართ იყო საოცრად ესეთი თბილი, იმიტომ რომ ცნობილი არის რომ მის ცხოვრებაში რომ როდესაც მას ასე თქვათ რაღაც პრობლემები ჰქონდა, თქვათ სულიერი გააზრებით გიორგი თაწმიდელთან ესაუბრებოდა და არა მარტო ესაუბრებოდა, თავის გულის სიტყვასაც კი უკვე შემდგომში წმინდა გიორგი თაწმიდელს უმხელდა. მოკლედ ეს პეტრე ანტიოქიის პატრიარქის რაღაცა პიროვნებას მე კიდე შევეხებით, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი პიროვნება არის, იმიტომ მას დიდი ავტორიტეტი გააჩნდა იმ პერიოდის აი ამ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიმართაც. ცნობილი არის რომ 4 თავი ეკლესია იყო ძველ დროში, 4-5 თავი ეკლესია ამ შემთხვევაში, რომელიც იმპერიის საზღვრებში იყო, ეს თქვათ თავიდან რომი, მე რომიდან რო გავიდა, გახდა კონსტანტინოპოლი, ალექსანდრე, ანტიოქია, იერუსალიმი, ეს 4 რომელიც თავარ ბირთში ეთქვენა იმპერიის თავი ეკლესიებისა და აი ამ ეკლესიის პირველ იერარქიას უდიდესი ავტორიტეტები გააჩნდა თვითონ იმპერატორის მიმართაც. და აი ამ ხრივ პეტრე პატრიარქის პიროვნება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც უკვე ეს კონსტანტინოპოლსა და რომს შორის ეს დავა გამწვავდება, აი საოცარი ძმური, ასე თქვათ, ჩარევით ცდილობს რომ აი ამ კონსტანტინოპოლის პატრიარქის ასე თქვათ გული რაღაცნაირად მოალბოს და თქვათ რაღაცა ისე სწორი რჩევა მისცეს, რომ აი ამ რთულ სიტუაციაში როგორი გამოსავალი მოიძებნოს. იმიტომ რომ ეს 1054 წელს როგორც გითხარით, უკვე ეს სქიზმა მომხდარი არის და ძირითადი მიზეზი რის გამოც ეს სქიზმა მომხდარი, ხო იცი ცნობილი არის, ეს არის ფილიოკვის საკითხი, მაგრამ აი ამ ფილიოკვის საკითხთან ერთად აი ამ პერიოდში უკვე წინ წამოიწია წესჩვეულებითმა მხარეებმაც. ეს იყო თქვათ რომის ეკლესია ხმიადით წირავდა და წყალში, ღვინოში წყალს არ ურთავდა, ანუ წირვის ტრადიცია. ყველაზე მნიშვნელოვანი ასე თქვათ კიდე საკითხი, რომელიც აი ამ ორ ეკლესიას ერთმანეთთან აბყოლებდა, ეს იყო ეკლესიოლოგიის შესახებ სწავლება, ეკლესიოლოგია თქვათ, როგორიც დამოკიდებულება ჰქონდათ რომის ეკლესიას მიაჩნდა, რომ რომის პაპი არის ამ ქვეყნიური ქრისტე. იმიტომ რომ ქრისტეს ნაცვალი არის. ახლა გრიგოლ ხანძთელის ამბობს, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში გიორგი მეჩულის ამბობს, რომ გიორგი როდესაც გრიგოლ ხანძთელს შესთავაზებენ მღვდლობას, გიორგი წმინდა მამა როგორ ცდილობს რომ აირიდოს მღვდლობა, რომ ჭეშმარიტი მღვდლობა ქრისტეს ნაცვალობა, მაგრამ ამ ორ გაგებას შორის, ასე თქვა, აი ეს რომის პაპის ანიჭებენ თქვა და გრიგოლ ხანძთელის აი გამონათქვამ შორის რადიკალური განსხვავება, მეტყვი შემეთი და იგივე სიტყვაში რამდენიმე მნიშვნელობა ჩაიდოს, ხო? ქრისტეს ნაცვალობა ნიშნავს იმას, რომ როდესაც მღვდელი მსახურობს, ამ ჩვენ ვიცით, ხო, ესეთ თავად მღვდელი არ მსახურობს, მღვდლის ხელს ღმერთი იყენებს, თორე მოქმედი თავად ქრისტე არის, ქრისტე არის შემწირველი და შეწირულიც. ეს არის ამ იონ ექროპირის საოცარი ლოცვის ბოლო სიტყვები, რომ რომელი ქერუბითა წირო შენ ხარ შემწირველი, შეწირული, შემწარებული და მიმცემლი. და აი რომის პაპს მიაჩნდა პაპის საკითხს რო შეეხება საქმე, რაც შეეხება აქ მათი ეკლესიოლოგია ესეთია, რომ პაპზე დგას ადამიანის გადარჩენის საკითხი. იმიტომ რომ ჩვენ იმედს ვამყარებთ რომის პაპის პიროვნებას და შემდგომში ამ დოგმატმა კიდე სხვა სახე მიიღო, რომ პაპი როდესაც ქადაგებს კათედრაზე დგას, მისი დოგმატური შეფასებები შეიძლება შეუცდარი იყოს. ამიტომ აი ამ საკითხმაც რადიკალს გამოიწვია დაპირისპირება, რომ ჩვენი მართლმადიდებლური აზროვნებისათვის შეუცდარი არის კრება და არა თქვა ერთი პიროვნება. მოკლედ ეს საკითხი იყო. ერთი საკითხი, რომელზეც თქვა აი ეს პრობლემა წამოიწია და აი ამ განხეთქილების მიზეზად შეიძლება იმ პერიოდში შეითვალოს იყო ეს, რომ მოკლედ განსაცმედელი შესახებ სწავლება, თქვა ცხონების შესახებ სწავლება, წმინდანთა ღვაწლის შესახებ, ძალიან ბევრმა რაღაცა მოიყარა თავი, თქვა შაბათის მარხვის დაცვაზე, სამღვდელობის უცოლობაზე, თქვა სამღვდელობის უცოლობა ეს საკითხები
თუ დიდი ხნის განმავლობაში ხო ყალი და ფაქტობრივად ხო ამან ალბათ მოამწიფა მაგრამ აი მნიშვნელოვანი არის რომ როდესაც აი გიორგი თაწმიდელის ცხოვრების აი ამ ეპიზოდზე შევჩერდებით ხო აი სწორედ ამაზე უწყობს იმპერატორის საუბარს რომ მე სარწმუნოებაში გაუცნობიერებელი ადამიანი ვარ და მაინტერესებს რა განსხვავება არის ჩვენსა და ლათინებს შორის იმიტომ რომ ისინი თქვა ხმიადით წირავენ და ჩვენ აფუებული პურით ვწირავთ ისინი ღვინოში წყალს არ უთავენ ჩვენ კიდე ღვინოში წყალს უთავთ და არა მარტო ეს მაინტერესებს ხო გამორკვი კიდე აი ამ მონოფიზიტურ ან სომეხთა სარწმუნოებში ამ შემთხვევაში მონოფიზიტურ სარწმუნოებაზე საუბრობს რომ ამათ შორის კიდე რა განსხვავება არის აი ჩვენს და ამათ შორის იმიტომ იმ პერიოდში ლათინებთან ერთად სომეხის სტუმრებიც იმყოფებოდნენ იმპერატორის კარზე და აი ამ ხრივ გიორგი თაწმიდელის პასუხი არის ასე თქვა მოზომილიც წინ დახედულიც და აი ამ სიტყვებში ამ სიტყვებს ძალიან ჩაღრმავება სჭირდება იმიტომ რომ თუ სიტყვა არასრულად გაიგე მაშინ გიორგი თაწმიდელის პიროვნება წარმოგიჩენს როგორც არა მართლმადიდებლს არამედ ლოიეროდ განწყობილს თქვა სხვა სარწმუნოების მიმართ ამ დროს ჩვენ ვიცით რომ წმინდანები ყოველთვის ერთ იოტასაც კი არ გადაუხოვდნენ სარწმუნოებიდან იმიტომ რომ პატარა არასწორი გადახვევაც სარწმუნოებრივი ცხოვრებიდან ასე ვთქვათ სწავლებიდან იწვევს შინაგან გაუკმარტებას და ამას ეკლესიის მამები ხაზგასმულად ხას უსვამენ ამას რომ სარწმუნოებრივ საკითხებში ცვლილება აუცილებლად გამოიწვევს თქვა შემდგომში თქვა ზნეობრივი უფრო დიდ გადახვევას რომელიც არა მარტო სარწმუნოებრივი იქნება არამედ ზნეობრივი გადახვევაც იქნება და ამ ხრივ თქვა წმინდა მამის ეს დამოკიდებულება ჩვენც ვიცით რომ არის აი ძალიან ესეთი მკაცრი მართლმადიდებლური უბრალოდ საინტერესოა რომ ამ სიტყვებში სწორი ანალიზი რომ ეხლა როდესაც გიორგი თაწმიდელი იწყებს საუბარს ხას უსვამს რას რომ ისინი ლათინებიო როგორც პეტრე მოციქულმაო თავიდან შესწირა უსისხლოს ხვეპლიო და არა მარტო თავად როგორც პეტრე მოციქულმა როგორც თავად მაცხოვრმა შესწირა უსისხლოს ხვეპლიო საიდუმლოს ერობაზეო ისევე აღასრულებენ მაგრამ ვინაიდან აღმოსავლეთის ეკლესიაშიო მრავალი ცრუ სწავლება შემოვიდაო და ძირითადად ეს ცრუ სწავლებები ეხებოდა მაცხოვრის ბუნებას ხო თქვა როგორი ბუნება შეიმოსა ეს კაცობრიობი ბუნება თქვა როგორი იყო თქვა ზოგი ამბობდა თქვა რომ პირველი საუკუნეიდან ცნობილია ხო თქვენი ვიცით რომ იყო ეს დოკეტიზმი თქვა რომ მოჩვენებითი სხეული ქონდა მაცხოვრში ხო თქვა დაძლია თქვა დაიძლია ეს ერესი და ეს ცრუ სწავლება თქვა მე კაი გავიგეთ ხორცი მიიღო მაგრამ ეს ხორცი უბრალოდ ხორცი იყო და არა თქვა სრულყოფილი ადამიანი და აი მთელი ეს საეკლესიო კრებები თქვა რომელიც იმართებოდა პირველი განსაკუთრებული პირველი საეკლესიო კრება ხო და მესამე მეოთხე სწორედ აი ამ მაცხოვრის აი ღვთაებრივი კაცობრივი ბუნების შესახებ იყო სწავლება რომ თქვა რომელი ბუნება და როგორი ბუნება შეიმოსა მაცხოვრმა და აი გიორგი თაწმიდელი საოცარ რაღაცას ამბობს რომ ვინაიდან ჩვენ შორის მრავალი ცრუ სწავლება შემოვიდა ამიტომ ეკლესიის მამებმა არა მარტო ეს გამართეს აი ეს ცრუ სწავლება არამედ ეს მიღებული სწორი სწავლება შემოიტანეს ლიტურგიკულ სფეროშიც რომ ჩვენ ვწირავთ აფუებული პურით და აი ეს აფუებული პურიში თქვა ცომი არის სახე ქრისტეს სხეულისა ესე იგი საფუარი არის სახე ქრისტეს ასე თქვა სულისა რომ მას ადამიანური სულიც გააჩნდა და მარილი არის სახე ადამიანური გონები რომ მას გონებას ამ სულს გონებას გააჩნდა ადამიანური და წყალში ღვინოში წყალს ვურთავთ იქიდან გამომდინარე რომ როდესაც მაცხოვრი ჯვარს აცვეს მისი სხეულიდან როდესაც ლახორს უგნირავენ წყალი და ღვინო გადმოვიდა წყლისა და წყალი და სისხლი და წყალი გადმოვიდა და სისხლი როგორც მისი სიკვდილის სიმბოლო და წყალი როგორც სიცოცხლის სიმბოლო იმიტომ რომ სიცოცხლე და წყალი ჩვენ წყალში ვიბადებით ფაქტობრივად კვდებით ახალ ადამიანებადაც ვიბადებით მაგრამ გარდა ამისა ეს სისხლი და წყალი მოკლედ შეიძლება იყოს როგორც ზიარების და ნათლისღების სიმბოლოდ მოკლედ ვინაიდან წყალი და სისხლი გადმოვიდა მაცხოვრის ფერიდან ჩვენც ღვინოში წყალს ვურთავთ ეხლა საინტერესო როდესაც აი ამ საკითხზე საუბრობთ აი ისტორიულად რო გადავალოთ თვალი რომ ხა რამ გამოიწვია ეს ხო რომ თქვა მართლაც აი საიდუმლოს ერობაზე
თქვა, როდესაც მაცხოვრმა წირვა ეს თავისი მოციქულების შეკრიბა. რომელი პური გამოიყენა მართლა, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო არის, ხმიადი იყო თუ აფუებული პური იყო, იმიტომ რომ შემდგომში როდესაც ეკლესიის მამები აი ამ თემებზე საუბრობდნენ, ერთ-ერთი მახსენდება თქვა ესტრატი ნიკელი ეპისკოპოსი იყო, რომელსაც ძალიან ვრცელი შრომა მიუძღვნა და ამ თემას, რომ რისთვის განიჭრა რომი და მისი ეკლესია, თქვა აღმოსავლეთის ეკლესიიდან, ნუ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია და რატო განვარდა და როდესაც ამ ხმიადის აუფუებელი პურით წირვას ტრადიცია შეეხება ისე საიდან იღებს ამ იმას არ ვიცი უბრალოდ იმოწმეს מחარველს მაგრამ მგონია რომ არასდროს იმოწმეს რომ მაცხოვრმა საიდუმლოსერობისას ძველი პასექის საპასექო მსახურება არ აღასრულა ესეთ რაღაცას ამბობს ამ დროს იმიტომ რომ წესი ებრაელებმა ეს დღესასწაული პარასკევ დღეს ასწავლეს ხო ჯვარცმიდან ხო არის მითითება იმიტომ ჩამოხსნეს ჩქარობდნენ რომ პასექით ენდებოდა და აი ამ ფაქტი აი ამ იონეს სახარების ამ ეპიზოდს იმოწმეს მაგრამ ამ დროს სხვა מחარებლების სინოპტიკოსები მოიხსენებენ რომ მაცხოვრებმა თავისი მოწაფეების შეკრიბა რომ პასექის დღესასწაული უნდა აღენიშნათ და ტრადიცია ხა როგორი არის რომ ესე იგი არსებობდა ესეთი წესი რომ თუ ადამიანი თქვა არ იყო იერუსალიმელი ებრაელი თქვა და ჩამოსული იყო თქვა შორი გზიდან თქვა დღესასწაულში მონაწილეობისათვის მას უფლება ეძნებოდა თქვა ერთი დღით ადრეც აღესრულებინა ეს მსახურება თქვა პასექის დღესასწაული პასექის დღესასწაული თქვენ მაყურებელს ეცოდინება და თქვენს მაყურებელს და ჩვენს მაყურებელს რომ პასექის დღესასწაული იყო წინასწარი უწყება თავად მაცხოვრს იმიტომ რომ თავად ჯვარცმას იმიტომ რომ თვითონ ეს საპასექო კრავი რომელიც უნდა დაკლული იყო იჭმევოდა ისე რომ მისი ძვლები არ უნდა დამტვრეულიყო და შემდგომში ივანე მახარებელი ამ სიტყვებს იმოწმებს როდესაც ჯვარცმის ორ ჯვარცმულ ავაზაკს წვევებს გადაუნტრებენ რომ მალე აღსრულებულიყვნენ ისინი ჯვარზე მაცხოვრებთან რომ მოდიან ისინი ხედავენ რომ მაცხოვრები უკვე აღსრულებული არის ჯვარზე და ამით ის წინასწარმეტყველება აღსრულდა რომელიც ამბობდა რომ ძვალი მისი არ შეიმოსოს პირდაპირ წინასწარმეტყველება ჯვარცმის შესახებ მაყურებლის შესახებ უბრალოდ ორი სიტყვით განმარტავ რომ ძველ აღთქმაში მოსეს დროს როდესაც ეგვიპტიდან გამოდიან ისრაელის ხალხი ამას ეწოდება პასეხა გვერდისავლა ასე ვთქვათ სიკვდილისაგან გადარჩენა რაც წინასახეობრივ იყო მარცხოვრის ჯვარცმისა რომ მარცხოვრის ჯვარცმა ზუსტად ამ დროს მოხდა როცა აღინიშნებოდა პასექი და ისტორიულადაც ასე მოხდა და მარცხოვრის ჯვარცმით უკვე მოხდა ადამიანის ბუნების გამოხსნა სულიერი გადარჩენა და ეს იყო მისი წინასწარმეტყველება ამ დღესასწაულის აღნიშვნა და სწორედ ამ დღესასწაულზე ხდება ამიტომ ხდება ჯვარცმა სწორედ ამ პარასკევს პასექის წინ რო ეს აღსრულება და მნიშვნელოვანი არის კიდე რომ ესეც სიმბოლური არის ერთი ღვთისმეტყველი ამას ყურადღებას აქცევს რომ მაცხოვარი არის თვითონ დროის შემოქმედი ღმერთია თვითონ დროის შემოქმედი და ეს ლიტურგიაც რომელიც აი ამ საიდუმლოსერობის დროს იქნება დადგენილი ლიტურგიაც უდროო არის იმიტომ რომ წესით ახლა კითხვა შეიძლება დაისვას ხო რომელი ხორცი მისა მაცხოვრის ეუბნება ეს არის ჩემი ხორცი თქვენთვის მოცემული ჩვენ ვიზახით რომ როდესაც ვეზიარებით მაცხოვრის გამხტობილ სხეულს ვეზიარებით და მაცხოვრი ჯვარცმული არ არის ანუ მის აღდგარ სხეულს ვეზიარებით უკვე და მაცხოვრი ჯერ კიდევ ჯვარცმული არ არის ამიტომ ეს ეკლესიის მამები ამას ხას უსვამენ რომ ქრისტეს მოქმედება არის დროის მიღმა ანუ ლიტურგია არის თქვა დროის მიღმიერი და მარადიული არის ლიტურგია მაგრამ ერთ კიდე ხას უსვამენ იმას რომ თვითონ ვინაიდან პასექი მოსწავებული თვითონ არის ქრისტე პარასკევ დღეს ისოდ ჯვარზე უნდა ყოფილიყო. ამიტომ მაცხოვარი გარდა იმ წესისა, რომ თქვაც მას შეეძლო ერთი დღით ადრე აღესრულებინა, საგანგებოდაც აღასრულებს ამას, რომ ის პარასკევ დღეს უნდა იყოს ჯვარზე, რომ ის მოსწავებული პასექი, რომელიც მოსემ მოასწავა, ის ნამდვილად ჯვარზე არის და დაკლული არის ადამიანთა საცხოვნებლად. და აი წესი არის ესეთი, მოკლედ, რომ როდესაც აი ამ საიდუმლოსერობას აღასრულებენ, ხო მაცხოვარი აი ამ მოწაფეებს, მოკლედ აი ამ მანოდებს ამ პასექის დღესასწაულს ასწავლებენ, მაგრამ წესი ქონდათ ესეთ ებრაელებს, რომ ესეც ჯულისმიერი, რომ როდესაც პასექის დღესასწავლებოდა, ამ პერიოდში არ შეიძლებოდა სახში აფუებული პური ყოფილიყო. თუ ეს დღესასწაული მაშინ თუ პარასკევ დღეს აღსრულდებოდა, მაშინ ჯულისმიერად მართლაც არ შეიძლებოდა სახლში ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან ერთი დღით ადრე აღსრულდა, განმარტებელები ამაზე პასუხს იძლევიან, რომ დიახაც შესაძლებელი არის რომ იმ დღეს აფუებული პური იყო ამ მაცხოვრის ხელთ მაგრამ
კიდე ერთი ეს მომენტი არის, რომ როდესაც მახარებელი ხას უსვამს, რომ აი იმ მოიღო პური და მისა მოწაფეებს, ხო? აი ბერძნულ ორიგინალში ეს სიტყვა არის არტუსი. ხო და ეს მიდიდან გეხსენებინათ. დიახ, არტუს. და არტუსი პურია, ჩობლიბად აფუებრივი მაშინ, როდესაც ხმიადი უკვე სხვა სიტყვით აზიმონ, ხო, როგორც თუ სწორი ხომდეს და თან სახარება ბერძნულად დაიწერა 4 მათი სახარება ებრაულად და მე ბერძნულადაც, რა თქმა უნდა. და ბერძნულში წერია არტუსი, პირდაპირ მითითება აფუებულ პურზე. მაგრამ აი ესე იგი რომ ჩვენი წმენა, ანუ ჩვენ რა წმენასაც რა ტრადიციასაც თქვა ჩვენი სარწმუნოება ემყარება, რომ თქვა აფუებული პურით წირვის ტრადიცია, ეს ჩვენი წმენით თავად აი საიდუმლო სერობიდან იღებს სათავეს, მაგრამ ეხლა გიორგი თაცმედელის დამოკიდებულება როგორი არის, რომ ის ამბობს, რომ კი მაცხოვარმა აღასრულა პასუხის დღესასწაული, პასუხის დღესასწაულზე უნდა ყოფილიყო თქვა ხმიადი და რაღაცა დათმობაზე მიდის მათ აი ამ წესჩვეულებით მხარეზე, რომ ესე იგი კი ამ ადამიანებს ესე იგი აქვთ ეს ტრადიცია, როგორც პეტრე მოციქული წირავდა და დღემდე იმ ტრადიციაზე დგანან და ეუბნება რომ საოცარ სიტყვას შემდგომში აი იმპერატორს რომელზეც სამწუხაროდ ყურადღებას აი ეს ვინც აი ამ ეპიზოდს ეხება იმას ყურადღებას არ აქცევენ რომ ესე იგი ამბობს რომ ჩვენ შორის არანაირი პრობლემა არ არის ოდენ სარწმუნოება მართალი იყოს და სხვადასხვა აი ამ წეგანაც მე პეტრე პატრიარქზე რო შევეხეთ ანტიოქის პატრიარქზე ანტიოქის პატრიარქი როდესაც აი ამ პრობლემას განიხილავს კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ვრცელ წელს უწნის ეს წელი მადლობა რომ შემონახული არის და ეს ძალიან ვრცელი არის წელი ერთ მნიშვნელოვან ფორმაზეც ამახვილებს ყურადღებას რომ ესე იგი წესჩვეულებითი მხარეები მეორე ხარისხოვანი იქნება თუ სარწმუნოება სარწმუნოება იქნება მართალი ხა რას ნიშნავს ეს სარწმუნოება მართალი იმიტომ რომ ძველი ქართული სიტყვა სარწმუნოება არის სიმბოლო სინონიმი წამსისა რომ თუ წამსი მართალი იქნება აი ეს წესჩვეულებითი მხარეების ყურადღების მიქცევა არის სისულელი იმიტომ რომ უამრავი ეკლესიებია თქვა რომელსაც თქვა რაღაცა თავისი განსხვავებული თქვა ლიტურგიკული წესია თქვა რაღაცა განსხვავებულად თქვა შეიძლება წირავდეს განსხვავებულად თქვა რაღაცას მოგდელმოქმედებდეს მაგრამ თავარია სარწმუნოებრივი ერთობა რომლის შედეგადაც თქვა ყველაფერი ჩდება გამოჩნდება მეორე ხარისხოვად თუ თქვა ეს მოგვარებული იქნება მე იმაზე მერე ვიმშილო თქვა ესეთი დამოკიდებულება ქონდა სხვადასხვა ფოთი პატრიარქსაც იმიტომ რომ ეს განყოფილება ეს განხეთქილების პრობლემა თქვა და ეს რომსა და დაპირისპირების პრობლემა დაიწყო ჯერ კიდევ ფოთი პატრიარქის დროიდან ეს არის მე-9 საუკუნე როდესაც ესე იგი კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა ფოთი და რაღაცა დოზით მეგონი რომ ამასაც რო შევეხოთ კარგი იქნება იმიტომ რომ კავშირშია იქიდან იწყება კავშირშია დიახ იმიტომ რომ ესე იგი ფოთი პატრიარქის პერიოდი არის წინა მორბედი პატრიარქი არის ეგნატე და ბიზანტიის იმპერატორი არის მიხელი და ეგნატე ამხელს იმპერატორის ბიძას ბარდას რომაც ესე იგი ურთიერთობა დაიჭირა თავის ძმის ცოლთან და ამხელს რო ეს საზღვრობა არის და არა მარტო ეს არამედ როდესაც ბარდამ საკუთარი დის მონასტერთან დახვეწა მოთხოვა ეგნატე წავიდა კატეგორიული წინააღმდეგ იმ შემთხვევაში იმპერატორი პატარა იყო და ეს ბარდას ძალიან დიდი უფლებები ჰქონდა კონსტანტინოპოლის აი ამ ბიზანტიის იმპერატორის კარზე და ვინაიდან ეს დაპირისპირება მოხდა უკვე ეგნატესა და იმპერატორს შორის იმპერატორმა შემდგომში ეგნატე პატრიარქობა საერთოდ ჩამოაშორა ეგნატეს მომხრეები მიდიან რა თქმა უნდა რომი ამ შემთხვევაში რომის პაპი პირველი საყდარი და საჩივლელად და ცნობ ძალიან ბევრი ფაქტი არის ეკლესიის ისტორიაში, როდესაც აი რომის პაპის თანადგომა თქვა, მაშინ როდესაც ისინი მართლმადიდებლები იყვნენ, აი ამ თანადგომა ძალიან ბევრი სიკეთე გამოიტანა თქვა, ისე აღმოსავლეთისათვის, ცნობილი ფაქტია, როდესაც თქვა საეკლესიო სწავლება იქნებოდა თუ რაღაცა გაუკუღმართება ერთ-ერთი უმთავრესი ინსტანცია, სადაც შეიძლება რაღაცა გაგესაჩივრებინა ან თქვა მისგან როგორც ძმური უფროსი ძმის ასე თქვა დარიგება მიგიღო იყო რომის საყდარი. თუნდაც საღვთისმეტყველო საკითხებში მაგალითად ლეონ დიდის ტომოსი რომელიც შემდეგ აი მონოფიზიტური ერესის შემდეგ ის დაედო საფუძვლად ხო შემდეგში კრებას უკვე მისი ტომოსმა ძალიან ბევრი რაღაცა დაალაგა. პრობლემა უფრო მეტად იქ იყო ტერმინოლოგიური სხვაობა, ენობრივი სხვაობა, დასავლეთსა და აღმოსავლეთში აქეთ უფრო ბერძნული სამყარო იყო ძირითადად სახელმწიფო ენა, იქ სახელმწიფო ენა უფრო ლათინური იყო და ამიტომ ხშირ შემთხვევაში რაღაც უფრო მე ვფიქრობ კულტურული
მოგზაურობა უფრო მეტად იყო საუკუნეების განმავლობაში ვიდრე სარწმუნოებრივი და ამ კულტურმა დაშორება მე უკვე პოლიტიკურმაც უკვე სარწმუნოებრივისაც ხელი შეუწყო. რასაც ახლა უკვე საბოლოო ჯამში იქამდე მივიდა. ჩემი აზრი არის ასე ვთქვათ. და ხდება რა რომ ესე იგი აქ იმპერატორის ახლობელი არის ფოტი, რომელიც არის უბრალოდ ერისკაცი. ფოტის გამორჩევენ სენატის თავმჯდომარე არის თან. ფოტის გამორჩევენ პატრიარქად. და 6 დღეში გაატარებენ მას აი ამ საფეხურებს, იერარქიულ საფეხურებს, ხელდასხმის საფეხურებს და 6 დღეში უკვე ის პატრიარქი არის. და როდესაც რომის პაპი მაშინ ნიკოლოზი არის, როდესაც ამას მოისმენს, მოკლედ ფოტის პატრიარქობას არ აღიარეს. აქედან ფოტი პატრიარქი თავად წერს შემდეგ კანონს, რომ ესეთი მეხსრულად რომ მისი შემთხვევა გამონაკლისი იყო. აღარ მოხდა. უსაყოფილა ეკლესიის ისტორიაში ამბროსი მედიოლანელის ცხოვრებაში, როდესაც უბრალოდ ჩადის ამბროსი, რომ სიტუაცია დაალაგოს. ისასაუბრს უკავშირდება მისი. და ესე იგი ვინაიდან იქაურმა რომის პაპა შემოთვალა რომ ფოტის პატრიარქობას არ აღიაროს, ფოტი აქედან შეუთვალა თავისი პრეტენზიები, თქვა რა პრეტენზიები გააჩნია აღმოსავლეთის ეკლესიას დასავლეთის მიმართ და იქ აღშდა პაში ფილიოკოს საკითხი. ფილიოკი როგორც ბაყურებმა რო გაიგოს, ეს არის ჩამატება ლათინური დაძისაგან, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც წამს ვამბობთ სულიწმინდაზე, როდესაც მიდგება სწავლება, რომ ჩვენი რწმენა, რომ ჩვენ გვწამს სულიწმინდისა, რომელიც მამისაგან გამოვალს. და აი ამ ლათინებში მოხდა და დასავლეთის აი ამ ეკლესიაში მოხდა ეს ჩამატება. საინტერესო არის რომ ეს მანამდეც არსებობდა. მანამდეც არსებობდა, ხა სხვათა შორის ესპანეთის ეკლესიის შეგვაჩნდა პირველად ეს ტერმინი. მე-6 საუკუნიდან უკვე არსებობდა, მაგრამ მანამდე ესეთო უბრალოდ იქ მომენტი იყო, რა მომენტი იყო, რომ სხვათა შორის როდესაც მახსოვს ბატონი ელიჟერი რო გვასწავლიდა ჩვენ ღვთისმეტყველებას, ყოველთვის გვეუბნებოდა რომ თქვა, როდესაც აი ამ ერისების ისტორიას გადავაგვალებდით, რომ ერთი ერისის მიმართ ბრძოლა ხშირად იწვევდა სხვა უკიდურესობაში მას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, როდესაც აი ესპანურ სამღვდელობაში გაჩნდა ეს დაძისაგან, როდესაც ეს ტერმინი გაჩნდა, მიზეზი იყო ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ უნდა დათო ღვთაებრივი ქრისტეს, ღვთაებრივი ბუნება, რომელსაც მაშინ კამათი მიდიოდა და ეს რომ ვინ იყო ქრისტე, რომ მამის თანასწორი არის. და თუნდაც ამ ფაქტით ისევე როგორც მონოფიზიტობა წარმოშვა ნესტორის წინააღმდეგ ბრძოლა, მეორე უკიდურესობაში ერთი ბუნებაში გადავიდა. და ამ საკითხს ეკლესიისმა ძალიან დიდი ყურადღება მიაქცეს, იმიტომ რომ ცნობილია მე რომის პაპი იყო ასევე ლეონი, რომელსაც კარლოს დიდმა მოსთხოვა, რომ ბიზანტიის საპირისპირო წამსი მიიღო როგორც პაპს, მაგრამ ლეონმა საოცარი გააკეთა, რომ ორი ფირფი და ლათინურად და ბერძნულად და გამოაჭედინა მართლმადიდებლური წამსი და რომის აი მთავარ საყდარზე პეტრე მოციქულის მთავარ ტაძარზე ეს ორი დაფა გამოაქვეყნებინა, ასე ვთქვათ, რომ რამ წამსის მატარებელნი ვარ ჩვენ. ამ შემთხვევაში კარლოს თავისი მიზნები ჰქონდა, რომ ბიზანტიისგან განსხვავებული სარწმუნოება ყოფილიყო, რომ ეს სარწმუნოებრივი განსხვავება მეორე შემდგომში ფიზიკურ დაპირისპირებასაც ხელს შეუწყობდა. რამდენიმე წუთი დაგვრჩა და კონკრეტულად ის ზიარების თემას რო დაუბრუნდეთ, რომ იქნება მოვასწროთ. და მოკლედ ძალიან საინტერესო პირველს ის ავსებს ამას, რა თქმა უნდა ეს ისტორია. და მოკლედ აი გიორგი თაწმინდელის ეს დამოკიდებულება არის ესეთი, რომ თავარია სარწმუნოება მართალი იყოს ამ შემთხვევაში წამსი გასწორდეს, ანუ ფილიოკოს საკითხი მოგვარდეს და სხვა დანარჩენს პრობლემა ყურადღებას აღარ მიუღებს, იმიტომ რომ ცნობილი არის იგივე ფოტი პატრიარქის პერიოდში, როდესაც ეს განხეთქილება 4 წლიანი განხეთქილება იყო, რომის პაპი ნიკოლოზის შემდეგ არის იოანე მერვე და იოანე უკვე ფოტისთან მოდის დათმობაზე, რომ კი ჩვენ არასწორი იყო, და თვითონ საეკლესიო მესამე სუფლიკურების დადგენილება არის, რომ წამში თითქმის ნებისმიერი ცვლილება შეტანა, ისაც ნიკეა კონსტანტინოპოლის წამსი არის. იმაში რამე შეტანა არის, ეს არის უდიდესი. შეიძლება ასე ვთქვას, რომ წმინდა გიორგი თაწმინდელი უმთავრესი ამახვილებს ყურადღებას, რომ ამის ესაა მთავარი მოგვარდეს და დანარჩენი მაშინ კითხვა ის რატო უწოდებს აი მონოფიზიტურერეს, აი ბოროტ სარწმუნოების სახელისკენ მოექნება. თუ კი აი ამ ლათინებთან ურთიერთობაში ფრთხილი არის, რატო არის ფრთხილი? იმიტომ მან საერთოდ ისტორიული გამოცდილება, რომ იყო ფოტი პატრიარქის დროს ეს რაღაცა დაპირისპირება და შემდგომში თქვა ეს დაპირისპირება აღმოიფხორა და 11 წელი არის გასული, აი 1054 წლიდან და ჩვენ ვიცით რომ ისტორიულად რომ აი ეს დაპირისპირება აღმოსავლეთთან და ხან ათეულობით წელი გზადდება და დასავლეთის გააღრმავა ჯვაროსნობა ომმა, როდესაც 1209
დააწეს ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინოპოლი და ფაქტურად დაარბიეს ეს ქალაქი აი ასე თქვა ზიზღი ასე თქვა ხო გაჩნდა ბერძნულ მოსახლეობაში აი იმ პერიოდიდან იმიტომ რომ როდესაც მე შემდგომში თურქეთი იპყრობს აი ამ ბიზანტიას და ესე იგი ცდილობენ რომის პაპიდან დახმარება მიიღოთ ბერძნები ამბობენ რომ პაპის ტიარას ჩვენ მუსულმანური ჩალმა გვირჩევნია წამდა ამ დონეზე იყო ეს თქვა და ეს ასე შინაგანი გაღიზიანება მისული და რატომ ამას ამ მონოფიზიტურეს 6 საუკუნე არის გასული 6 საუკუნე არის გასული და 6 საუკუნის განმავლობაში არანაირი ძორ არ მოხდარა აი ამ სარწმუნოებასთან დაკავშირებით რომ ისინი თქვა რაღაცა და აი ამ სწორ სარწმუნოებაზე გადმოსულიყვნენ ამიტომ აი ამ შემთხვევაში ამ მონოფიზიტობასთან არის ძალიან მკაცრი და გირკეთაწმინდა ეს აი ამ სხვადასხვა ეხლანდაც ბოდიშმოს თანამედროვე სახელმძღვანელოებშიც სომხურს გულისხმობ არის მითითება რომ ჩვენ სამ სოფლიო კრებას ვაღიარებთ ანუ ძველი ქრისტიან მართლმადიდებლები 7 და კათოლიკები 20-ზე მეც ანუ იქ რომში რაც კრებები მართება იმასაც სოფლიო ეწოდება ხოლმე და ამასაც ახლა დღესაც ხავს უსმენ ხოლმე რომ ჩვენ პრინციპში არაფერს არ ამართლმადიდებლებს თავს ესე უწოდებენ და ამასთან თუ არ შეგაწყვეტინეთ ერთ პატარა კომენტარს გავაკეთებ ისევ წესებთან დაკავშირებით რომ მე-6 სოფლიო კრების და ერთ-ერთი კანონი არის საინტერესო რომელიც აი წყლის ძიარება ახსენეთ თქვენ მარტო ღვინის ძიარება ახსენეთ და მსგავსი რამ ხდებოდა სომხეთის ეკლესიაში და ბალსამონი მიუთითებს რომ ივერიის ეკლესიაშიც იყო მცირე ხანი მაგრამ აღმოიფრა შეიძლება რაღაცა ხდებოდეს მაგრამ ის მალევე აღმოიფხვრეს და სომხებმა ეს არასწორად გაიგეს რომ ივანე ოქროპირის სიტყვები მოაქვთ მათ რომ ივანე ოქროპირი ჰიდროპარასტასი სექტა გნოსტიკური სექტის წინააღმდეგ წერს ამ სიტყვებს რომ იყო სექტა რომელიც მხოლოდ წყალს იყენებდა ზიარებისათვის და მიუთითებს რომ ქრისტემ ღვინით აზიარაო მაგრამ ის იმას კი არ მიუთითებს რომ წყალგარეული არ უნდა იყოს რა თქმა უნდა ლიტურგიაში და საიდუმლო ლოცვებშიც არის ბასილი დიდის და მანამდეც იაკობი ის ჟამის წირვაშიც მითითება არის რომ შეზავებულია წყალი და ღვინო ამ საიდუმლო აღმოსავლური თვითონაც აღნიშნეთ რომ აღმოსავლური ღვინო არის ძლიერი და მაღალი გრადუსით ასე ვთქვათ იყენებდნენ იყენებენ დღესაც იყენებენ და ძველ საბერძნეთშიც იყენებდნენ რომ ესე ვთქვათ სუფრის დროს არ მოხდარიყო მალე თრობა და საუბრისთვის წყალში გაზავებულ ღვინოს და ბალსამონი ამ კანონის განმარტებისას მიუთითებს რომ არა მხოლოდ ის სიმბოლო არის რომ ქრისტეს გვერდიდან სისხლი და წყალი გარდამონდინდა და ასე მისი სიმბოლო არამედ ისტორიულადაც ასე განაზავაო ქრისტემო და წყალგარეული ღვინით აზიარა მოციქულები ამას ხავს უსვამს და ეს რატო ახსენე ივერიის ეკლესიას რო ახსენებს მისი სიტყვებია მარტო ისტორიულად არ ვიცი მე თუ დასტურდება მაგრამ მალევე აღმოიფხრავ ესე იგი ესეთი საკითხები შეიძლება უფრო ადვილად აღმოსაფროლია ვიდრე დოგმატური პროფიტული ამიტომ ახლა დასმის საკითხი რომ გავაკეთოთ მოკლედ რომ ესე იგი ამ საკითხს რომ ოდენ სარწმუნოება მართალი იყოს ვიღაცები საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ მაგრამ თავი როდეს ამოსავლის როდეს არის რომ ოდენ სარწმუნოება მართალი იყოს წესშუალებითი მხარეები მეორე ხარისხოვანი წმინდა მამისათვის დიახ ძალიან მნიშვნელოვანია წესშუალებითი ახლა ეს ისეთი საკითხია ხმიადები ცოტა თან ძალიან ძველი ისტორია აქვს მაგრამ არის უფრო შედარებით ასე ვთქვათ უფრო ჩვეულ ლიტურგიკული წესები რომელიც დღესაც მართლმადიდებელ ეკლესიებშიც ძალიან განსხვავდება ხო ბუნებრივი არის ადგილობრივ კულტურას გარკვეულწილად ეკლესია მაინც ერგება იქ რაღაცა ლიტურგიკული წესები მაგალითად რუმინეთის ეკლესიის მაგალითი ერთ-ერთი წესი რომ ტაძრის კურთხევის დროს ტრაპეზს ემთხვევა მრევლიც ესეთი წესი აქვს კიდევ ბევრი მაგალითად პანაშვიდის დროს წყლის ცხურების მაგივრად საკურთხზე ასე ვთქვათ შეწირულობაზე ისინი ჰაერში ამაღლებენ მას ანუ არის რაღაც გარკვეული წესები რაც ბუნებრივ თუნდაც ჯილდოების სახე ისტორიულად თანამდებობის სახე ყველა ეკლესიის თავის სარწმუნოებრივი საკითხი უმთავრესი როგორც თქვენ აღნიშნეთ წმინდა მამის ეს დამოკიდებულება მოწმობს მის შინაგან კულტურაზე მის ნამდვილ მართლმადიდებლობაზე რომ მის წინ დახიდულობაზე მის ეკლესიისადმი მის სიყვარულზე იმიტომ რომ მისთვის ეკლესია ერთია და თითოეული წევრი ვინც ამ ეკლესიაში ჩამოშორდება მისთვის ტკივნეული არის და მის როგორც წერა გითხრათ მის უყო მართლმადიდებლობაზე იმიტომ რომ ეს მისი ეს ტკიცე მართლმადიდებლობა თვითონ როგორც წერა ნაღვნიშნეთ თვითონ ანტიოქის პატრიარქსაც აქ ნაღიარები რომ მას უწოდებს რომ შენ ტომით ქართული ხარ მაგრამ სრული ბერძენი ხარ სრული ბერძენს ამ შემთხვევაში იმას გულისხმობს რომ სარწმუნოებით ჩვენ განათლებას გულისხმობს ალბათ აზროვნებით რომ ისე საუბრობდა რომ ვერავინ პასუხი ვეღარ გაბედა რომ ესებისთვის ასე რომ აი ეს მავანთა ეს ფიქრი რომ გირგით აწმინდელი ლოიალურია თქვა ლათინური აღსარებობის მიმართ ჩვენი დამოკიდებული ძალიან დიდი აქ უფრო ხედავ გააზრებულობის მაღალ სულიერება მაღალ დონეს ასე ვთქვათ მაღალ გონიერების და ამავე დროს სულიერების რომ ადამიანი შეიძლება იცოდე რა არის მართალი გწამდეს
მაგრამ ითვალისწინებ ყოველგვარ გარემოებას. სამომავლოდ რა არის უმჯობესი. ანუ არა ემოციურად საუბრობ, პირადი ესე ნებებიდან გამოწვეული ემოციებით, არამედ ღვთის ნება რა იქნება, სწორი, რომელი იქნება განსაჯო, ყველაფერს ითვალისწინებს და ამას ერთდროულად ჭირდება დიდი აზროვნება, სულიერება, განათლება, განსწავლება და ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, რაც რითაც შემკული იყო ბავშვობიდანვე მის შესახებ გიორგი მცირეს აღწერილებს, რომ ესეთი სიტყვები ძალიან მიყვარს, ეს სიტყვები დამამახსოვრდა სტუდენტობიდან მოყოლებული. ღრმაი მოხუცებულობით შემკული და ჭაბუკის სიბერითა გამშვენებელი ეს სიტყვები კიდევ ცალკე განმარტებას საჭიროებს, ვინც იცის სულიერი თვალსაზრისით რას ნიშნავს სიბერე, ბერობის სინონიმია შეიძლება ასე ითქვას და მოხუცებულობა გონების რას ნიშნავს. მისთვის უფრო ნათელია რას მიანიშნებს, რომ ესეთი 11 წლის ადამიანზე ამბობს ღრმაზე გიორგი მთაწმინდელზე ამას. ანუ ბავშვობიდან გამორჩეული იყო. უღებესი მადლობა. დიდი მადლობა პირიქით მოგზაურობისათვის, ძალიან საინტერესო თემაზე ყურადღების გამახვილებისათვის. დროის უქონლობის გამო კიდევ რაღაც დეტალები დაგვრჩა, სათქმელები როგორც ვიცი, მაგრამ თუ დრო გვექნება შეიძლება მომავალშიც ვისაუბროთ. მადლობას მოგახსენებთ კიდევ ერთხელ მოგზაურობისათვის, მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა დეკანოზი ირაკლი დუმბაძე. დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.